ვანო მერაბიშვილის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ზურაბ ჭიაბერაშვილს კი გირაო 50,000 ლარის ოდენობით. 10 თვიანი განხილვის შემდეგ ეს განაჩენი დღეს ეგრეთ წოდებულ ფიქტიური დასაქმების საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. პროცესს თავად ვანო მერაბიშვილი არ დასწრებია. სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა. მან ხელისუფლებას სასამართლოზე ზეწოლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უდანაშაულობის დამტკიცებისათვის ბრძოლას გააგრძელებს. დღესვე ჟურნალისტებთან კომენტარი დაცვის მხარემაც გააკეთა. გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ სამოტივაციო ნაწილის წარდგენის შემდეგ განაჩენს ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს. მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი და ასევე მიმაჩნია, რომ არც ვანო მერაბიშვილის მიმართ მე მთელ პროცესს უყურებდი, არ დასტურდება ის განაჩენი, რომელიც დღეს მოსამართლემ გამოაცხადა. ხელისუფლების მხრიდან იყო ძალიან დიდი ზეწოლა სასამართლოზე და ბუნებრივია ამ ზეწოლამ შედეგი გამოიღო. პრაქტიკულად წინასწარ ვიცოდით, რომ ეს შედეგი დადგებოდა, მაგრამ ჩვენ მზადა ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა. სარეზოლუციო ნაწილი წავიკითხა მხოლოდ და სამოტივაციოს როდესაც გავეცნობით, ბუნებრივია გავასაჩივრებთ შემდგომ ინსტანციებში და ბოლომდე ვიდავებ სამართლებრივ ნაწილში. იმდენად რამდენადაც განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, არც ერთ შემთხვევაში არ გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან. დღესვე მთავარმა პროკურატურამ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებას ის ბრალდებები შეახსენა, რაც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ჰქონდა წარდგენილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩამოთვლილ ბრალდებებს პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. დღესვე მედიასთან კომენტარი ერთ-ერთმა პროკურორმა გააკეთა. მისი განმარტებით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით გამოიტანა. სასამართლო მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება იმ მტკიცებულებების დაყრდნობით, რომელიც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, გაზიარებული იქნა ისინი და მათი შეფასების შედეგად მიიღო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გადაწყვეტილება, როგორც ივანე მერაბიშვილის, ასევე ზურაბ ჭიაბერაშვილთან მიმართებაში. ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი ვერდიქტი დღეს ახალციხეში შეაფასეს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის განაჩენზე, რომელიც 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხება, საზოგადოებას არაერთგვაროვანი პასუხი აქვს. მოსახლეობის ერთ ნაწილს მოვლენებზე საუბარი არ სურს. ნაწილი მერაბიშვილის განაჩენს დაუმსახურებლად მიიჩნევს და მინისტრობის პერიოდში მის დამსახურებებზე საუბრობს. ზოგიერთ მათგანს კი სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად მიაჩნია. გამოდიება რასაც დაადგეს. აი ეგ არის მაგისი სიმართლე რო გითხრათ ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში, იმიტომ რომ აღარ მჯერავს არავისი რა სიმართლე რო გითხრათ. მე მგონი არ უნდა მიესადათ. რატო? არ ალიღის და მე მგონი პოლიტიკური ამბავით იმაშვებია რა. პოლიტიკური ნიშნით ნიშნით დაკავებული, ეგრე მგონი. უეხმარა რაღაცა, ყველაფერი გააკეთა და უღატყობთ არა ხო ხედავთ რომ ქალაქიც დამშვენ და ყველაფერი გააკეთეს და მე მგონი არ უნდა დააპატიმრო. და იმდენი რამე გააკეთა საქართველოსთვის, ეგ მაგას ერთი 30 იგი არა, რა ვიცი, მთელი ნახევარი საქართველოს დამდრეული იყო. მაგას ხელი არ უნდა მოგიდოთ. და თქვენი აზრით პოლიტიკური ნიშნით თუ აი აბა რა არის? ნაციონალური მოძრაობისგან იმდენი შავი ლაქა ამ ცხოვრებაში დატოვებული 9 წლის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში, რომ ალბათ თვითეულ აქაზე, კერძოდ ვანო მერაბიშვილმა უნდა აგოს ასუხი. ხო, ხალხი ვანო მერაბიშვილის ზეგავლენის ქვეშ, შიშებში, უკანონო დაპატიმრები, ყველაფერი მაგათგან მოდიოდა. ვანო მერაბიშვილის დაჭერას მე მაგალითად დადებითად შევაფასებდი. ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ხელისუფლების. პროცესის პარალელურად დღესვე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისის თვეში დააკავეს მას ბრალად ეგრეთ წოდებულ დასაქმების პროგრამის საქმეზე ამომრჩევლის მოსყიდვა. თანხის მითვისება გაფლანგვა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადების მიხედვით 2012 წლის 28 დეკემბრის ამინისტიის შესახებ საქართველოს კანონისა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენების შედეგად საბოლოო სასჯელის სახით და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რომლის ვადისათვლა დაკავების დღიდან 2013 წლის 21 მაისიდან დაიწყო. დღეის მდგომარეობით კი ვანო მერაბიშვილს მოსახდელი 4 წელი 3 თვე და 4 დღე დარჩა. მას ასევე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის და 6 თვის ვადით.